მოგესალმებით მეგობრებო, განვაგრძობთ C# პროგრამირების ენის შესახებ საუბარს. განვაგრძობთ საუბარს კოდის არქიტექტურული ნაწილის შესახებ, რომელიც შეეხება ასე ვთქვათ, მის განლაგებას. წინა თემაზე ვისაუბრეთ namespace-ების შესახებ, გავიგეთ ისინი და თუ რა იყო და რისთვის გამოიყენებოდა. დღეს მოდი ვისაუბროთ ესეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც ეწოდება კლასების ბიბლიოთეკის შექმნა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ კლასზე, მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ კლასების ფუნქციონალური ნაწილი გამიჯნული უნდა ყოფილიყო მისი არქიტექტურული ნაწილისაგან. ანუ ჩვენი კოდი უნდა იყოს და რაც შეიძლება მაქსიმალურად დაყოფილი და დახლეჩილი, რა თქმა უნდა, რაღაც ლოგიკური ჩარჩოებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. როცა ვხსნით კლასებს, ჩვენ ასე ვთქვათ, როცა შევქმნით ჩვენი კლასები, ჩვენ იმ მაგალითშიც ვნახეთ, რომ ეს ჩვენი შექმნილი კლასი გავიტანეთ ცალკე პროექტში და ჩვენი კოდის ასე ვთქვათ, ფუნქციონალური ნაწილი, რომელიც ასრულებდა ჩვენს კოდს, ანუ ეს main მეთოდი, სადაც არის ჩვენი კოდის ძირითადი ასე ვთქვათ, ადგილი, სადაც გავართ, როცა იხსნება ჩვენი პროექტი, იყო ცალკე და ეს მიდგომა იყო სწორი. ხო, შეგიძლიათ ესეც დაწეროთ რეალურად, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება დიდ პროექტებზე, ესე უბრალოდ ერთ პროექტში სხვადასხვა კლასების ჩამატება არ არის რეკომენდირებული, რა თქმა უნდა, ესეც შეგიძლიათ, მაგრამ როგორც წესი, ვიქცევით ცოტა სხვანაირად. როცა იქმნება დიდი პროექტი და ასე ვთქვათ, კლასები უფრო მოცულობითი მნიშვნელობისა არის, ვიდრე ჩვენ აქამდე გამოგვიყენებია, იმ კლასს უბრალო ველების გარდა აქვს კიდევ ძალიან ბევრი დამატებითი კომპონენტი. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ თავი ავარიდოთ პროცესს, რომ ჩვენი მთელი კოდის ფუნქციონალი ერთ სივრცეში იყოს ჩადებული, ჩვენ აი ამ კლასებს ერთმანეთისგან გავმიჯნავთ და ვხლიჩავთ. ამისათვის გვჭირდება კლასის ბიბლიოთეკა, რომ შევქმნათ იმავე solution-ში, სადაც ვდგავართ, შევქმნათ რაღაცა ახალი პროექტი, რაღაცა კლასისთვის განკუთვნილი რაღაცა ბიბლიოთეკა, რომელიც არ არის exe ფაილი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი program.cs პროექტი, სადაც ახლა ვდგავართ და რომელიც ეკრანზე მაქვს ახლა გახსნილი და ეს main ფაილი არის ასე ვთქვათ, ჩვენი კოდის დაწერილი კოდის შესრულებადი ნაწილი. ეს main-ი არის შესასვლელი კარები ჩვენს კოდში და აი ამ ფაილის გაფართოება არის exe, ხო, საბოლოოდ ეს ნაწილი უნდა დაკომპილირების შემდეგ უნდა ამან მოხდეს exe ფაილი, ხო, რომელიც სრულდება. რაც შეეხება კლასის ბიბლიოთეკებს, რომლებზეც დღეს გვექნება საუბარი, ისინი არ არიან exe ფაილები, ისინი არიან DLL გაფართოების ფაილები და როდესაც ჩვენი კომპილერი მიადგება მათ, საბოლოოდ ისინი დაკომპილირდებიან როგორც DLL ფაილები. DLL ფაილები ვერ გაეშვებიან ესე, გაეშვება მხოლოდ exe და ჩვენ შეგვიძლია ამ DLL ფაილებში გავწეროთ ის კომპონენტები, რომლებიც შემდეგ ჩვენ აი ამ exe ფაილს, ანუ ჩვენს აი კოდის შესრულებად ნაწილს დაეხმარება მუშაობაში. შემდეგ ეს exe ფაილი, ანუ ეს exe ფაილს მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, მაინდა-მაინც main-ი, აი ეს მეთოდი, ჩვენი კოდის შესრულებადი ნაწილი იყოს ცალკე, ხოლო ის კლასები იქნება სტრუქტურები იქნება ინტერფეისები თუ სხვა იყვნენ ცალკე. შემდეგ ესენი ჩვენ რაღაცნაირად დავაკავშიროთ ერთმანეთთან და საბოლოოდ მივიღებთ რაღაცა პროექტს. ესე არის სწორი მიდგომა. ესე ვაკეთებთ როგორც წესი და დღეს მოდი ვისწავლოთ როგორ უნდა შევქმნათ კლასების ბიბლიოთეკა. ამისათვის დავდგეთ solution-ზე. ავირჩიოთ ახალი პროექტი, add new project და ავირჩიოთ library, მიმდინარეობა library, ხო? აქ თუ ჩამოვშლით პროექტის ტიპებს, ხო? შეგვიძლია მოვძებნოთ library, შეგვიძლია უბრალოდ აქ სახელი ჩავწეროთ ბიბლიოთეკისა და ისე ამოაგდოს, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კონსოლური ტიპის აპლიკაცია არის .NET Core-ზე გაშვებული, ჩვენ უნდა მოვძებნოთ .NET Core class library. და აი თუ კარგად დავაკვირდებით, აი აქ დავინახავთ, რომ არის class library .NET Core-ისთვის. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაშვებული აქვთ framework-ზე, აერჩიოთ class library .NET frameworks და პრობლემა არ იქნება. ავირჩიოთ მოდი .NET Core-ის class library და ამ class library-ს მივუწევთ რაღაცა სახელი. დავუშვათ მივუწევთ რაღაცა person.lib. ხო, ანუ პერსონების ბიბლიოთეკა. დავუშვათ ეს კლასი იყოს ადამიანის ასე ვთქვათ, აღნიშნული. როგორც ხედავთ, შეიქმნა ჩვენი პროექტის თავზე რაღაცა person კლასი
რაღაც ახალი პროექტი, უпростоრეთ, რომელიც არის კლასის ბიბლიოთეკა. Ну, ამას შიგნით აქვს რაღაცა კლას 1 CS-ი, რომელიც შეგვიძლია წავშალოთ და შეგვიძლია უბრალოდ გადავაკეთოთ, როგორც მოგვესურვება და გადავუკეთოთ მას სახელი და მოდი ეს ჩვენი კლას 1 გადავაკეთოთ ჩვენთვის სასურველ კლასად. Ну, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კლასი აღნიშნავს ადამიანებს და ვარქვათ ამ კლასს person-ი. აი ეს. Ну, შეგვიძლია ამ კლასს გავუწეროთ რაღაცა ველები, მაგალითად, მოდი კონდეს რაღაცა string name-ი და int age. Ну, ამ ველების გამოყენებას დღეს არ ვაპირებთ, ამიტომ ეს მოდი ესევე დავტოვოთ. Ну, გვაქვს რაღაცა კლასი, რომელიც გატანილი არის ცალკე პროექტში. კი ბატონო. შეგვიძლია აი ამ კლას 1-საც გადავარქვათ სახელი და დავარქვათ person-ი. აი ეს. ხო, ეხლა მოდი გამოვიყენოთ აი ეს ჩვენი შექმნილი კლასი. კლასების ბიბლიოთეკის პროექტიდან ჩვენს main მეთოდში. ამისთვის დავწეროთ კლასი, მაგრამ როგორც ხედავთ, არ აგდებს, უბრალოდ დავწეროთ person-ი. როგორც ხედავთ, არ აგდებს არაფერს, ხო? საერთოდ არ ვიცი ეს person-ი რა არისო, ესე მიწითლებს და მეუბნეო. ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად აი ამ პროექტს უნდა წავაკითხოთ აი ეს მეორე პროექტი. როგორ ვიქცევით ესეთ შემთხვევაში? შევდივართ ჩვენი main-ის, ანუ ჩვენი sharp-and-dev-ის პროექტის dependency-ში. Dependency ინგლისურად სიტყვა ნიშნავს დამოკიდებულებას და აი აქ არის აქ შეგვიძლია გავუწეროთ ის პარამეტრები, რომლებზეც დამოკიდებული იქნება ეს ჩვენი ძირითადი პროექტი და მისი შესრულება, ხო? ანუ ამ პროექტის შესრულება სწორედ ამ ფაილებზე იქნება დამოკიდებული. ამისათვის აი ამ dependency-ზე დავდგეთ და დავაჭეროთ add project reference. როდესაც დავაჭერთ add project reference, ჩვენ დავინახავთ, რომ არის რაღაცა ერთი რეფერენსი ჩვენს პროექტში, უბრალოდ არის რაღაცა ერთი პროექტი ჩვენ solution-ში. აი როგორც ხედავთ, აი აქ გავართ პროექტებში და აქ არის solution-ი. ეს ნიშნავს იმას, რომ აი აქ გამოჩნდება ყველა პროექტი, რომელიც აი ამ solution-ში არსებობს. ჩვენ solution-ში არსებობს, ჩვენი პროექტის sharp-and-dev-ის პროექტის გარდა არსებობს მეორე პროექტი, რომელსაც ქვია person-ი. ამიტომ შეგვიძლია ავიღოთ ეს person-ი და ავირჩიოთ და დავაწვეთ OK-ს. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ჩვენი sharp-and-dev-ის პროექტი უკვე უყურებს person-ს და თუ ჩამოვშლით ახლა ისევ ამ dependency-ებს დავინახავთ, რომ აი აქ გაჩნდა რაღაცა ახალი project-ი, რომელიც არის ჩამოშლადი ფაილი და აი ეს უყურებს უკვე აი ამ project-ს აქვს შეგნით გაჩენილი რაღაცა person-ი, ხო? person-ის პროექტი. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს ჩვენი პროექტი, ძირითადი პროექტი უკვე უყურებს აი ამ ჩვენ ირეფერენსებს, აი ამ ჩვენ person-ს. Ну, ესეთ ტერმინსაც ხმარავთ ხოლმე დარეფერენსება. ანუ მასზე ხდება დამოკიდებული. ხო, ეხლა თუ შევეცდები გამოვიყენო ჩემი person-ი, უკვე შევძლებ რომ გამოვიყენო person-ი და შევქმნო მისი ობიექტი. მაგრამ ყოველ ჯერზე როცა გამოვიყენებ, უნდა მივუთითოთ ცხადი სახით namespace-ის სახელი, შემდეგ კლასის სახელი და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ, მივუწვდე ამ კლასში განთავსებულ რაღაცა ველებს. ამიტომ ამას რო თავი ავარდო, რომ გამარტივებულ ჩანაწერი რო გამოგვივიდეს, ჩვენ ვისწავლეთ წინა ლექციაზე რაც უნდა გავაკეთოთ, namespace-ებში უნდა გავუწეროთ using person-ი. როდესაც ამას გავაკეთებთ, უკვე შემეძლება პირდაპირ მივუწვდე person-ის ობიექტს და შევქმნა person-ის კლასს და შევქმნა მისი ობიექტები. Ну, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვქნით ასე ვთქვათ, უკვე ობიექტებს, შეგვიძლია მივუწვდეთ ველებსაც, რომლებიც ამ ობიექტს შიგნით ჩვენ წინასწარ გავუწერეთ და ეს იყო სახელი და ასაკი, ხო? ხო, მოდი დღეს დავასრულოთ ამით ჩვენი გაკვეთილი, ვისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ სწორად კლასის ბიბლიოთეკა და ესე უნდა იმუშაოთ კლასთან ზოგადად სწორად. დღეს დავასრულოთ, შემდეგი გაკვეთილიდან უკვე დავიწყებთ ცუდამის მოდიფიკატორებზე საუბარს. დაგემშვიდობებით, თუ მოგიწონათ ვიდეო, უნდა დაალაიქოთ და აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი, თუ გსურთ, რომ არხი გახდეს უფრო მეტად პოპულარული. მე გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.